კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. თქვენ იცით, რომ ჩვენს ეთერში ახლა ინტერაქტიული ეთერის დროა, სადაც მაყურებელი და რადიო მსმენელი შეუძლია რომ ჩააგვერთოს გადაცემაში და საკუთარი პოზიცია გააჟღეროს, საკუთარი შეფასებები გააჟღეროს ჩვენს მიერ შერჩეულ თემაზე და დღეს ჩვენ ძალიან ნეიტრალური თემა მოგიმზადეთ სრულებით. ეს არის როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ეს ნებისმიერ სფეროს, ნებისმიერ მიმართულებას შეიძლება მოიცავდეს როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ მიმართულებას შეიძლება მოიცავდეს და თქვენი შეფასება არის ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ ჩვენი მაყურებლის შეფასებებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებთან კავშირებით 557 88 55 88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც გვიკავშირდებით და ბუნებრივია ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე, რა შეფასებები გაქვთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტიკური პროცესები როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, როგორ ვითარდება სოციალური საკითხები, ეკონომიკური საკითხები, რა მოლოდინები გაქვთ, რა ხედვები გაქვთ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და თქვენი აზრით რა გვიშლის იგივე ეკონომიკური ან პოლიტიკური სამართლებრივი პირობებით რომ ვიცხოვროთ ქვეყანაში. მუდმივად ჩვენ სამწუხაროდ ქვეყანაში გვაქვს ერთგვარი დაპირისპირება თაობებს შორის იქნება ეს თუ ზოგადად სხვადასხვა ჯგუფებს შორის პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია. ყოველთვის არის რაღაც ტიპის განხეთქილება, ადამიანები თითქოს ვერ ახერხებენ იმას რომ საერთო აზრს თუნდაც ერთ მნიშვნელოვან საერთო აზრზე შეთანხმდნენ. აი ეს ნამდვილად იგრძნობა რაღაც პოლარიზაციას აქვს ძალიან დიდი როლი დღევანდელ გარემოში. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემცირება, როგორ შეიძლება ის, რომ ჯანსაღი გარემო შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის და მივაღწიოთ იმას, რომ იგივე პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს იმ მანკიერი მხარეებისგან, რომელიც გააჩნია, იგივე სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ ხელისუფლება დაინტერესდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით, ეს არის ის, რომ მაგალითად სურსათზე ფასები იყოს დაბალი და თავად ქართული ოცნება, მართველი პოლიტიკური პარტია გვეუბნება იმას, რომ ჩვენ ვამჩნევთ, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი ფასები, რომელიც მაგალითად არ არის ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში, აი ამაზე ბევრად მაღალი ფასებია ჩვენს ქვეყანაში დახლებზე. ეს უკვე მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან და ჩვენთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ტელევიზია ვართ, რომელიც მუდმივად ამაზე ვსაუბრობდით და მუდმივად იყო ჩვენთვის ეს საკითხი პრიორიტეტული და თუ ალბათ ვინმე აი ამ ნაწილში რაიმე შეასმინა და გააგონა ხელისუფლებას, ეს არიან ჩვენი მაყურებლები, რომლებიც ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არის ის ნომერ პირველი საკითხი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აინტერესებს თანაბრად ჩვენს ქვეყანაში. ის კი თუ მივაღწევთ იმას, რომ სურსათზე ფასები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაში, საბოლოო ჯამში ეს ნებისმიერ ადამიანს შეუმსუბუქებს ყოველდღიურობას, მის ბიუჯეტზე აისახება, არ ვიცი, სოციალურად მას უფრო სტაბილურს გახდის და ყოველ შემთხვევაში შეუმსუბუქებს აი ამ გაძვირებული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე ცხოვრებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ასევე იმაზე, რომ საწვავზე მაღალი ფასებია, რომელიც აუცილებლად უნდა დასტაბილურდეს, კომუნალური გადასახადები, ჯანდაცვის სფეროში, მაგალითად ფასები ასევე უნდა გადაიხედოს და დასტაბილურდეს, საფთიაქო ქსელები, რომლებიც თითქმის რაღაცნაირად სინქრონულად მუშაობენ და ვხედავთ თუ როგორი პოლიტიკა აქვთ ამ ადამიანებს, არის თუ არა შესაძლებელი მართლაც მივიღოთ რაიმე ტიპის ცვლილება აი ამ მიმართულებით. არის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ შეიძლება გავხადოთ მაგალითად პოლიტიკური პროცესები უფრო მეტად სასარგებლო, ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც პოლიტიკური პარტიები რაღაც ტიპის დათმობებზე მიდიოდნენ ერთმანეთთან და არ იყოს მუდმივად დაპირისპირება. ჩვენ მთელი გასული 4 წლის განმავლობაში ვუყურებდით თუ როგორი, ასე ვთქვათ, თემები განიხილებოდა საკანონმდებლო ორგანოში, რა პირობებში განიხილებოდა პოლიტიკური კულტურა, რასაც გულისხმობს. აი შეიძლება აი ასე შეჯამდეს და შეფასდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი საზოგადოებაც გაიზარდოს, ჩვენი თუნდაც აი ეს პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ვაცნობიერებდეთ, რომ აი ამ ყველაფრის ნაწილი ვართ და აი ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. 557 88 55 88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. იგივე ჩვენ აუცილებლად გვერდცვალარულით უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ
საპარლამენტო მუშაობა მიმდინარეობს. ერთი პოლიტიკური პარტია მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი გარდა ქართული ოცნებისა, ეს არის გახარია საქართველოსთვის და ჩვენ ვიცით, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ჰქონდათ მანდატი, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და გამომდინარე აქედან სამწუხაროდ პრაქტიკულად უნდა შეფასდეს ასე, რომ საპარლამენტო ცხოვრებაც ნაწილობრივ მიმდინარეობს, იმიტომ რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიების ნაწილი, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, არ არიან წარმოადგენლები პარლამენტში. Როგორ აფასებთ მთელ აი ამ პროცესს, აი ამ ჯაჭვს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არსებობს, რა სურათია, როგორ გნებავთ, რომ განვითარდეს ქვეყანაში პროცესები და მოვისმენთ ბუნებრივია თქვენ შეფასებებს ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ძალიან ბევრ ადამიანს დღეს შეიძლება უნდა გამოხატოს საკუთარი შეფასება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის გაერთიანების თემასთან დაკავშირებით და აგრეთვე არ გამოგჩეს განათლება არის ეს ის საკითხი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მშენებლობის პროცესში და ქვეყნის განვითარების პროცესში. თუ ჩვენ არ გვეყოლება განათლებული თაობა, რომელიც შემდეგ აი ამ ხელისუფლებებს ჩაიბარებს ქვეყნის მშენებლობაში, ქვეყნის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას და თუ ჩვენი ქვეყანა განათლების რეფორმაში, განათლების გაუმჯობესებაში მთავარ, ასე ვთქვათ, ინვესტიციას არ ჩადებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რეგრესს ამ სფეროს მხოლოდ და მხოლოდ. აი ის რეფორმები, რომლებიც ბოლო დროს იქნა გატარებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ მათ განათლების რეფორმა აქვთ გადაწყვეტილი მიღება, შემდეგ დაჩქარებული წესით მიიღეს. გარკვეული წრეები, მაგალითად აკადემიური წრეები საუბრობენ იმაზე, რომ განათლების რეფორმა, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, არ საჭიროებდა ამგვარ სიჩქარეს, პირიქით აქ აუცილებელი იყო ჩართულობა კომპეტენტური ადამიანების, ექსპერტების, მათ შორის აკადემიური წრეების და შემდეგ ძალიან დიდი განხილვების, ძალიან დიდი მოსმენების მუშაობის შემდეგ უნდა ყოფილიყო ამგვარი რეფორმა მიღებული. გუშინ კი მივიღეთ ახალი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტები გაერთიანდება. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და საინტერესოა აქაც თქვენი შეფასება, რა შეიძლება ეს ყველაფერი ემსახურებოდეს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ძალიან დიდი უნივერსიტეტების ერთმანეთთან დაკავშირება და გაერთიანება და გრძელვადიან პერსპექტივაში რას მოუტანს ეს ჩვენს განათლების სისტემას. წაადგება თუ პირიქით, როგორია თქვენი შეფასება, შეიძლება ამან დააზიანოს განათლების სისტემა. შეფასებებში ხართ? აბსოლუტურად თავისუფალი, შეგიძლიათ ნებისმიერ ტიპის შეფასება გააჟღეროთ და გააკეთოთ შეფასება ჩვენს მიერ წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით. აქ არ არის კონკრეტული რაიმე ერთი თემა გამოყოფილი, მათ შორის მე შემიძლია ვახსენო ის, რომ ქართული ოცნება კვლავ დაუბრუნდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს, სადაც საუბარია იმაზე, რომ გრანტების საკითხი უფრო მეტად უნდა იყოს დაზუსტებული, თუ რას ემსახურება კონკრეტული გრანტის მიღება და რაში შეიძლება დაიხარჯოს, რა შეიძლება მოხმარდეს. უფრო მკაცრ კონტროლზეა მოკლედ საუბარი და აქ საუბარია ქართული ოცნების მხრიდან იმაზე, რომ გამოირიცხოს სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ან უცხოური რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ორგანიზაციის მხრიდან, მათ შორის საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა და ისინი ხსნიან ასე, რომ ეს არის სწორედ აქედან გამომდინარე მიღებული ინიციატივა და გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული ბოლო დროს. თქვენი შეფასებები როგორია ყველა აი ამ პროცესზე, მაყურებელს ვუთმობთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა, ყოველდღე საუკეთესო სისურვებს. დიდი მადლობა გისმენთ. მე ლექტორი ვარ. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს განათლება ადამიანისთვის. ჩვენ კიდე დავით გურამის შერმა დაგიწერა, რომ თუ კაცად ცოდნა არ აქვს, გასტონჯობს ტუთის სოფელი. თუ ადამიანებს გამოაცალეს ცოდნის საფუძველი, რასაც წარმოადგენს ეს უმაღლესი სასწავლებლები, ის ადამიანი ისე ვეყოდება, როგორც ყვავის თუ მცენარეს თუ წყალი არ დაუშვს. ამას თუ ვერ აცნობიერებს ხელისუფლები არიან ამტკიცები, რომ არიან არანორმალურები. საერთოდ განათლება არ გააჩნიათ, უმეცრები არიან, არ ზურავენ მომავალ საუბებზე, არაფერი არ აინტერესებს საერთოდ. ესე იგი, თქვენი აზრით უარყოფითად აისახება ქალბატონო ეს გადაწყვეტილება? აისახება კი არა, ეს უმაღლესი სასწავლებლების განადგურება
გამოიწვევს სასკოლო პედაგოგები საბავშვო ბაღების პედაგოგების განადგურებას. იმიტომ რომ აღარ აფიქსირდებიან, აღარ ისწავლიან ამ სპეციალობებს და ეს პროფილები, ეს სხვადასხვა პროფილი გაქცევა საერთოდ. ყველაფერი აგებულია განათლებაზე ნორმალურ სახელმწიფოებში. აი ევროპაში გვინდაო რომ იზრახიან დაასახელონ ქვეყანა, სადაც აუქმებენ უმაღლეს სასწავლებლებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში პირიქით ახალი სასწავლებელი უნდა შეიქმნას, სასწავლო კერები. ესენი ანადგურებენ ყველას და ბოლოს ძალიან რომაც შეგაკეთოთ. დაასახელეთ რომელიმე პოლიტიკოსი ან რომელიმე დარგის სპეციალისტი, ვინც გამოვიდა ტელევიზიიდან სადმე და განაცხადა, რომ მე შევქმნი ქვეყანაში დავუშვათ რომელიმე დარგში ინსტიტუციურ სისტემური მასის დეკლარაცია პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ეს თუ ის დარგი. დაასახელეთ ასეთი სპეციალისტი. ან არიან დავუშვათ ცენტრალ გამოდიან ასე საუკეთესო სპეციალისტები ბატონი დემურ გიორხელიძე, აი დარის გოგელაშვილის პროგრამის გვარი საუკეთესო სპეციალისტები და მას არაფერს არ ეკითხება ეს ხელისუფლება. არცერთ საუკეთესო სპეციალისტს არ იწევენ ხელისუფლებას. იმიტომაც ეს ქვეყანა იძირება. მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა და ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო და რომელიც ქვეყანაში ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა არის ის გადაწყვეტილებები მაგალითად რომელიც იქნა ხელისუფლების მხრიდან მიღებული, რომელშიც ახლა ვართ აი ამ პროცესში რომ სამომავლოდ არის დაგეგმილი რომ შეიცვალოს კონკრეტული მიდგომები, კონკრეტული ჩანაწერები გამკაცრდეს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დროს და ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორ უყურებთ, სასიკეთოდ აისახება ეს შემდეგ ჩვენს ქვეყანაზე თუ პირიქით უფრო მეტად ვთქვათ გააუარესებს მდგომარეობას 557 88 95 88-ზე გვეკავშირდებით იმისთვის რომ ჩაერთოთ გადაცემაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის განვითარება ეკონომიკური და პოლიტიკური სამართლიანობის პირობებში მიმდინარეობს რამდენად არის ეს ყველაფერი შესაძლებელი იგივე მე არაერთხელ ვთქვი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებლისთვის ის რა თემაც განიხილება ახლა აქტიურად ფასებთან დაკავშირებით სოციალურ ეკონომიკური პროცესები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია ეს ჩვენი მაყურებლისთვის ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ძალიან საინტერესო და თუ კი ქვეყანაში მაგალითად ფასებზე სტაბილურობის მიღწევა იქნება შესაძლებელი ეს თითოეულ მოქალაქეს გაახარებს თითოეულ მოქალაქეს შეეხება მის ბიუჯეტს, მის ოჯახს აისახება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტიპის ცვლილება, რომელიც დაანონსებულია ხელისუფლების მხრიდან, თუმცა რამდენად შესაძლებელია, რამდენად მოსალოდნელია ამაზე შეფასებები თქვენგან მინდა რომ მოვისმინო. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? გამარჯობა, ისაუბრეთ. გამარჯობა, გენაცვალე, ჩავწერე ტელევიზორს. გისმენთ, ისაუბრეთ. გამარჯობა, დენი. გისმენთ, გამარჯობა. მე ახლა პენსიონერი ვარ და ფასებთან დაკავშირებით თუ დაიაფდება ძალიან კარგი იქნება. მაგრამ მე ერთი რამ მაწუხებს იცი. დიახ, აი ისაუბრეთ თქვენს რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს უერთებენ სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტს. დიახ. არ ვიცი რომ მე მაინც მგონია რომ ეს შენობა ამოიღეს ახლა წყალში. დასაყიდად უნდათ და მიტო აი მე დოდედა ცხოვრობდა ჩამდივარი კუთხეშივე უნივერსიტეტის კორპუსია. ხო და ბავშვები ახალგაზრდები ვიზრიამულობენ, სწავლობენ. ახლა რა უნდა ქნან? რამდენი ფაკულტეტი და ყველაფერს როგორ აიწერს სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორ ფიქრობთ თქვენ? მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და თქვენი შეფასება გააჟღერეთ. ჯერობით არ ვიცით რა ტიპის საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული აი ამ მაგალითად პროფესიულ
პროფესიონალ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ, ბუნებრივია იქ ალბათ გადანაწილების პრობლემა იქნება. იგივე სტუდენტებთან დაკავშირებით, როდესაც ვამბობთ, რომ უფასო იქნება სწავლა და ძალიან კარგია, რომ უფასო იქნება, შემცირდება თუ არა მაგალითად სხვადასხვა ფაკულტეტებზე სტუდენტების რაოდენობა და როგორი იქნება კონკურენცია, რა ტიპის, ასე ვთქვათ, კონკურენციაში იქნებიან სტუდენტები, შეძლებენ თუ არა და როგორ შეძლებენ მაგალითად აი ამ კონკურენციის გაზრდას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება აი ამ ნაწილში და განათლება ის სისტემაა, რომელიც მართლაც ალბათ ყველას აინტერესებს და თუ არ აინტერესებს, აუცილებლად უნდა გვაინტერესებდეს ეს თემა ნამდვილად. ჯერჯერობით ვხედავთ იმას, რომ მათ შორის აკადემიური წრეები და მათ შორის სტუდენტები აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას და უარყოფით კონტექსტში აფასებენ. თუმცა მაინც საინტერესოა ფართო მასები და თქვენ რომლებსაც გინდათ მაგალითად ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოთ შეფასება, რას ფიქრობთ, ჩაერთეთ გადაცემაში, უარყოფით დაფასებთ თუ დადებითად და არა მხოლოდ ეს თემა, ძალიან ბევრ თემას შეგიძლიათ შეეხოთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებიდან გამომდინარე. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. ტელევიზორს ჩაუწიეთ თუ შეიძლება, ხმა და გისმენთ ისაუბრეთ. გესმით ჩემი ხმა? სამწუხაროდ გაითიშა, აუცილებლად გთხოვთ, რომ როდესაც დაგვეკავშირდებით პირდაპირ ეთერში, აუცილებლად ჩაუწიეთ ტელევიზორს ხმა, იმიტომ რომ შემდეგ გვიმეორდება თქვენი ტელევიზორის ხმა და ვერ ვახერხებთ თქვენთან გასაუბრებას. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. შუადღემშვიდობის გისმენთ. როდესაც ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარება ჩვენ მთავრობას რატომღაც არ აინტერესებს ასე ვხედავთ მოსახლეობა. აი მაგალითად დავიწყებ, როდესაც ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მისი მინისტრობის დროს ყავდა აზარაშვილი, თუ რაღაცა აღარ მახსოვს წელს. გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ დაენგრიათ რესპუბლიკური საავადმყოფო. მე მოვიდა კობახიძე და შეაჩერა ეს მაგათი ბრძანება იყო, რატომღაც უნდა დაენგრიათ. ხო ასე იყო კაცო, ხო არ მიგონებ. როგორც კი მოვიდა კობახიძე შეაჩერა, კარგი, ძალიან კარგი. ეხლა კობახიძე მოინდომა, რომ რაც უნდა დაიგრეს, რაც უნდა გაიყიდოს, რაც უნდა როგორც უნდა ისე უნდა იქნეს ამ ქვეყანაში. მაგალითად, მოინდომეს მანქანების შეძენა ყოველ წელს იძენენ, მოინდომეს მაგალითად პრემიების დამატება, ხელფასების გაზრდა, ყველაფერს აკეთებენ სათავისოდ. მოინდომეს, რომ პოლიციას გაუზარდონ ჯარს, გაუზარდონ მასწავლებლებს და ასე შემდეგ. მაგრამ არ აინტერესებს საცხოვრებელი პენსიონერები. გასაგებია. მადლობა შეფასებისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ღია ეთერში გააჟღერეთ თქვენი შეფასება, სამწუხაროდ გაითიშა, თუმცა მოვისმინეთ თქვენი პათოსი გარკვეულწილად 557-88-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ზოგადად ვსაუბრობთ როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რა სურათია ქვეყანაში, რა არის ის თემები, რომელიც თქვენთვის საინტერესოა და რომელზეც გინდათ კონკრეტული შეფასების გაჟღერება და რა მოლოდინები გაქვთ, ასევე როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა სწორად, სამართლებრივად და როგორ უნდა შევძლოთ ის, რომ ქვეყანაში შევთანხმდეთ თითქმის არაფერზე არ ვართ ერთ აზრზე, ხომ? ადამიანები შეიძლება სრული უმრავლესობა არ ეთანხმებოდეს, რაღაც ერთი იდეა არ არსებობდეს, ერთი აზრი არ არსებობდეს რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ის თემები მაინც, რომელიც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და რომელიც აუცილებელია, რომელზეც აუცილებელია რომ არსებობდეს ერთი აზრი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამაზე მივაღწიოთ შეთანხმება. პოლიტიკურმა წრეებმა იქნება ეს თუ ასე შემდეგ უნდა არსებობდეს კომპრომისული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა და აი ამას უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მუდმივად აი ამ დეპოლარიზაციაში თანაცხოვრება თითოეული ადამიანისთვის არის ძალიან დამღლელი, ძალიან სტრესული და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადაიზარდოს აი პოლიტიკურ კულტურაში, ეკონომიკა იქნება, ეს პოლიტიკა იქნება, ყველაფერი ერთად იმისთვის არის, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრების პირობები შევთავაზოთ და აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ გავაუმჯობესოთ
საინტერესოთ ადამიანების ცხოვრება, თუნდაც აი ამ რაღაც ერთ აზრზე შეთანხმებით. მოვუსმინოთ მაყურებელსა და რადიო მსმენელს, მოგესალმებით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გისმენთ, ისაუბრეთ, დიახ. გამარჯობა ჩემულისი. მე ყოფილი უნივერსიტეტელი გაწუხებ. ამ ხელისუფლებას ეშინია განათლებული ადამიანების. გამოვიდეთ გარეთ, ყველამ ავიმაღლოთ ხმა. წავიდნენ, გაგვანებონ თავი. მიდის საქართველოს განადგურება. ყველა სფეროში მიწასთან გასწორება. არ უნდა დაუშვათ, ვიყოთ ჩვენი წინაპირების ღირსები. კარგად გამდებოდეთ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ თქვენი შეფასება გააჟღერეთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი ტელეფონის ნომერი შეგახსენებთ 557-88-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც უნდა დაგვეკავშირდეთ და როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ნებისმიერი კონტექსტით მოვისმენთ თქვენს შეფასებას და ძალიან საინტერესოა, როგორ უყურებთ იმ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, EUTOS 24 წევრმა ქვეყანამ, ჩვენ ვიცით, რომ გუშინ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოზე მოსკოვის მექანიზმი უნდა ამოქმედდეს და ისინი რაღაც საექსპერტო, მოკლედ კომისიის შექმნას მოითხოვენ იმასთან დაკავშირებით, რომ განიხილონ ადამიანის უფლებების მხრივ რა მდგომარეობაა საქართველოში და მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებები არის მკვეთრად გაუარესებული, ჩვენს ქვეყანაში ირღვევა მოკლედ ადამიანების უფლებები და ამ ნაწილში მოწოდებაა, რომ დამატებითი კომისია შეიქმნას, რომელიც იმუშავებს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. არაერთი ამ ტიპის შეფასებები მოგვისმენია ჩვენ საერთაშორისო დონეზე საქართველოს მისამართით გაკეთებული და იგივე აი ამ ყველაფერს როგორ აფასებთ საგარეო პოლიტიკა, როგორი აქვს საქართველოს ბოლო პერიოდში. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ, ისაუბრეთ ბატონო. ტელევიზორს უნდა ჩაუწიოთ ხმა, თქვენ გისმენთ. ტელევიზორზე გაქისულია, მომწმენე. დიახ. ეს ძალიან დაი, ეს ლაპარაკი, რასაც ლაპარაკობ. ერთი ქართულია ტელევიზორი. ხოდა. აი რამდენი ერთი გასახურდა ის რომელიც გამოვიდა და თავის შეწერა საქართველოს იმისადმი კატერმინაცია რა არის ლაპარაკი მაგრამ ლაპარაკობ ყველაფერი ინფორმაციას გამოდიოდა მიტინგი არ გამისცემია ყველა მიტინგზე ვიყავი ყველაფერი ჩავატარეთ მაგრამ ჩვენ არ მომიწი არაფერი არ გაუწევდია იგივე მიდი მარტო ლაპარაკობ ერთი ნახტი ქართელი არ გამოდის არავინ მაგრამ მოურადი სადაც მარტო ლაპარაკობ ეგრე არ არის გენაცვალი გამოვიდა და აუწყდი მთელი საქართველოს აუცილებლად გიპასუხებთ ბატონო, ჩვენ რაც შეეხება ამ გადაცემის ფორმატს არის ის, რომ ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით და რაც შეეხება თქვენ საუბარს, ბატონი დავითი იმყოფებოდა რამდენიმე წუთის წინ გადაცემაში სტუდია ნომერ 8-ში და მან საკუთარი ხედვები, საკუთარი ასე ვთქვათ პოზიცია ჩამოაყალიბა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, რაც შეეხება იმას, რომ არ ჩანს მაგალითად ბოლო დროს მათ ჰქონდათ აქცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი ინვესტიციასთან გულისხმობ ბუნებრივი არაბულ ინვესტიციას და ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა ბატონ დავითს აქცია პატრიოტთა ალიანს არ ვიცი რას გულისხმობთ მე ასე ვთქვათ ჩართულობაში ჩართულობა არის საზოგადოების მხრიდან აუცილებელი იმისთვის რომ როდესაც აი ასეთი მნიშვნელოვანი შეკრება გამოცხადდება იქ თქვენი აქტიურობით გამოიჩინოთ თავი და მონაწილეობა მიიღოთ სხვა რა შეიძლება გაკეთდეს იმის გარდა რომ ახლა ამ წუთას ვისაუბროთ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. გადაცემის ფორმატი ყოველ შემთხვევაში ასეთია. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. გამარჯობა. შეიძლება რომ აი ფასების დაწება ფასებენ ამოწერობები ვისაუბრო. რა თქმა უნდა, შეიძლება გისმენთ, დიახ, როგორი მოლოდინი გაქვთ ფასებთან დაკავშირებით? ფასებთან დაკავშირებით 12 რა არის რომ 1 კილო ცხალია. რამდენი უნდა დააკეთოს რომ ადამიანმა შეძლოს 1 ლარზე მეტი ხარჯზე ან 2 ლარზე მეტი. და როგორ შეიძლება ადამიანმა მაგრამ თუ არის ცოტა 1 კილო ცხალი 2 წამოა 1 კილო.
ხოდა ამასთან დაკავშირებით ვინაიდან ასეთი ისინი ისეთი ხალხებია შეიძლება რაღაცა ტოპიკები დააკვანდა ეს უკვე მათი აი პარტიის ფაქტები ამით ვერ ვიქნებით კმაყოფილი ვიქნებით იმ შემთხვევაში ყველა საკონები მისი ფაქტების და ხარისხის მიხედვით იქნება შეფასებული და ეხება სტანდარტული ფაქტები ყველაფერს. აი ამ შემთხვევაში ვიქნებით კმაყოფილი. დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის, სწორედ ამაზეა საუბარი. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბაზარზე საკმაოდ გაზრდილია თითქმის ყველაფერზე ფასები, მათ შორის ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ გვაქვს ტენდენცია ისეთი, რომ თითქმის ყველაფერზე ყოველთვიურადაც კი იცვლება ფასები და სტატისტიკა ქვეყნდება თავად სტატის ოფიციალური მონაცემებით ვიგებთ ამის შესახებ, რომ წინა თვის მაგალითად ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თუ კონკრეტულად რაზე არის მომატებული ფასები და როგორ არის გაზრდილი რა პროცენტით და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ ნაწილში ყურადღება მთავრობის და ბოლო დროს მართლაც ვხედავთ, რომ დაინტერესდა ქართული ოცნება ამ თემით. თავად ამბობს კობახიძე, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ბევრად უფრო დაბალი ფასებია ვიდრე საქართველოში. გამომდინარე აქედან აუცილებლობას დღის წესრიგში აყენებს, რომ ამ საკითხზე იმუშაოს. მთავარია შედეგი, მართლაც თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ საუბრად არ დარჩეს აუცილებელია, თუმცა ეს ადამიანები არიან ხელისუფლებაში, ესე იგი მათ ხელშია რესურსი, მათ ხელშია შესაძლებლობა, რომელიც ნამდვილად გააჩნიათ, პოლიტიკური ნება სჭირდება ამ ყველაფერს, მუშაობა სჭირდება და ვნახოთ როგორი იქნება საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ ისაუბრეთ. საგანგაშო მდგომარეობა იმ ხრივ რომ აი ეს რა ქვია ამას ალაბარი რო აღშენებს ამ ქალაქებს დიახ ჩეხეთში ჰქონდათ მაგათის ინვესტიციები თუ რაღაცა რა დაბაქვია იქ ხალხი აძახდა გამოაგდეს ხოდა ჩვენ რა ვშურებით გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით ჩაერთით გადაცემაში. ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნამდვილად აღელვებს ჩვენ საზოგადოებას და მათი შიშები არის ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე გამოწვეული და ახსნია ამ ობიექტურ მიზეზებს. ეს არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მაგალითად არის შობადობა შემცირებული, მაგალითად ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად საზღვარგარეთ გადიან საზღვარგარეთ და ეს არ არის საცხოვრებლად მიდიან ემიგრაციაში მიდიან და პატარა რიცხვი აქაც არ გვაქვს სამწუხაროდ 100,000 ადამიანი წლიდან წლამდე ტოვებს საქართველოს და გადის საზღვარგარეთ. ხშირ შემთხვევაში აქ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გახლავთ მიზეზი და სწორედ ამას ასახებენ ეს ადამიანები. ამიტომაც შიში იმის თაობაზე რომ ძალიან მალე ქართველ ერს ვინმე ჩაანაცვლებს სხვა ეროვნების და შეიძლება მათ უფრო დიდი უმრავლესობა ქონდეთ ქვეყანაში, ეს რაღაცნაირად არ არის ლოგიკას მოკლებული. შობადობაც კი შემცირებულია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ აქვთ ამ ადამიანებს აი ამ ყველაფრის ფიქრის შესაძლებლობა. მთავარია რომ ჩვენ მართლაც აი ამ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე არ დავდგეთ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ აი ამ პრობლემას არ დავუპირისპირდეთ და ეს რეალობა არ გახდეს, იმიტომ რომ გაეროს კვლევა მინდა მოვიშველიო, სადაც გაერო გვეუბნება, რომ 2050 წელს საქართველოში ქართველი ერი უმცირესობაში იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ აქცენტი გაკეთდეს თემა რამდენად მწვავეა და რა შეიძლება აი ამ ყველაფერმა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. აი ამ კონტექსტში ძალიან ბევრი ადამიანი შიშობს და ობიექტურიც არის მათი შიში ნაწილობრივ. მოусმინოთ მაყურებლებს, ღია ეთერში ხართ, მოგესალმებით. მოგესალმებით შვილო. ეხლა თუ შეიძლება არ შეესაბამება მაგ საკითხს, მაგრამ ჩემი გულის ტკივილი რომ გამოვთქვა. მოკლედ ამ ბავშვებს რო იჭერენ 10 წლის ბავშვებს 14 წლის ბავშვებს რო
დაძვრებიან სუპერმარკეტებში, იპარავენ კარაქებს, იბარებენ მაღაზიებში და ყიდიან და ასეთი ქაოსი რომ არის შექმნილი. ხომ შეიძლება რომ გამოყონ მილიცია იქ უყავს რუსთაველზე ჯარი გამოყონ და რეიდები იყოს ღამის საათებში სადაც ამბავშების თავშეყრა არის სადაც რაღაცა ხდება ამ პატარა ბავშვებზე და წესერად აღიზარდოს საქართველოში ასაზრდელები ძალიან აკითხავთ თქვენ საკითხს და შეესაბამება, მაგრამ გული მტკივა და მინდა რომ ამით გამოვხატო. გამოყონ პატრული და შემოიარონ სააკაშვილის დროს იყოს ღამე შემოდიოდნენ პატრულები კორპუსების წინ, გასტრონომების წინ, მაღაზიების წინ და არ იყო ასეთი ქურდობა და ახლა არის სასწაული ამბავი ფილო და ეს ამბავი ასე მინდა და რაც შეესაბამება ფასებს არა მაქვს მაგათ იმედი რომ მაგენი რამეს გააკეთებენ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ სამისნოლო ხალხის ეს მე-14 წელი ბრძანდებიან დე ფაქტო ხელისუფლება და ეხლა გააკეთებს დიდი მადლობა შვილო მოსმენისათვის ძალიან მიყვარს და ძალიან კაი გოგო ხარ გენებს დიდი მადლობა შეფასებისთვის და იმისთვის რომ დაგვეკავშირდით პირდაპირ ეთერში ბევრი თემაა რომელიც აინტერესებს ჩვენს მაყურებელს საზოგადოებას რომლებიც უყურებენ ჩვენს ეთერს და კი ბატონო თავისუფალი ხართ ფასები იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა თემა შეგიძლიათ დღეს თემიდან გამომდინარე გააკეთოთ შეფასება იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ ქვეყანაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით სოციალური ეკონომიკური პოლიტიკური თემები ნებისმიერი შეგიძლიათ შეაფასოთ და შეაჯამოთ თქვენი ხედვა შემოგთავაზოთ როგორ წარმოგიდგენიათ თქვათ ქვეყანაში გაუმჯობესება სიტუაციის და რა გზები გესახებათ ამისთვის ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იმიტომ რომ გუშინ იქნა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახმოვანებული და მიღებული ეს არის ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ მოვისმინეთ არაერთი შეფასება მათ შორის ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან მათ შორის ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად პოლიტიკურად მიუკერძობელი და დამოუკიდებელი პირების მხრიდან სხვადასხვა წრეებიდან ექსპერტებისგან მაგალითად რომლებიც განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტები არიან სხვადასხვა წრეებისგან და სამწუხაროდ ძალიან ბევრი განათლების სფეროს ექსპერტი საუბრობს იმაზე რომ წარმოუდგენელია თუ რა შეიძლება უკავშირდებოდეს ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება და ეს შეიძლება თუ არა საერთოდ იყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან აი ასე ისვავენ კითხვას თქვენი შეფასება როგორია იმიტომ რომ თემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესოა და როგორ აფასებთ იმას რომ ეს ძალიან დიდი ორი ისტორიული უნივერსიტეტი ერთმანეთს უკავშირდება მთავრობის გადაწყვეტილებით და გაერთიანდება. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა, გისმენთ, ღია ეთერში ხართ? ჰალო. ისაუბრეთ თუ შეიძლება. გესმით ჩემი ხმა, პირდაპირ ეთერში ხართ, უნდა ისაუბროთ, გისმენთ. სამწუხაროდ არის მოდა მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს ჩვენი ხმა, როდესაც დაგვიკავშირდებით, ძალიან გთხოვთ, ნუ დაელოდებით, როდის მოისმენთ ჩვენს ხმას ტელევიზორში, იმიტომ რომ აცდენა დროში აუცილებლად უნდა ისაუბროთ ტელეფონის მეშვეობით და ამ შემთხვევაში შევძლებთ თქვენთან გასაუბრებას. ეს ძალიან ბევრ ადამიანს ესმის და სწორად აკეთებს და პრობლემა არ იქნება, როდესაც ასე იქცევა და ძალიან ბევრ ადამიანთან ამის დაზუსტება კიდევ არის აუცილებელი. ამიტომ გთხოვთ, რომ ისაუბროთ ტელეფონის მეშვეობით და ოდნავ მოშორდით კიდევ ტელევიზორს ესეც მოგცემს შესაძლებლობას რომ კომუნიკაცია უფრო მარტივი გავხადოთ. მოგესალმებით, მორიგი მაყურებელია ხაზზე. გამარჯობა გინეცოის. გამარჯობა, გისმენთ ისაუბრეთ. ელავიდან გინუპავ წახეთში. ხო კარგად გესმით. კი ბატონო, ისაუბრეთ. ჩემი ყველა თავში დაჭირება და ემიდა რომ ამ ტელევიზიის ხაზით ყველა მოისმინოს. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიდგა, საქართველო მოხვა მადრევებში.
განათლებაც კარგი იყო, მოსახლეობაც კარგი იყო, ახალგაზრდები კარგი იყო, ამდენი მკვლელობები, ამდენი უჯედურებები არ იყო. ხო, დღეს ყველაფერია, დაშვებულია, ერთი სკამია და იმ სკამზე მთელ საქართველოს უნდა დაწვა. ეს პრეზიდენტის სკამი იქნება, პრემიერ-მინისტრის სკამი იქნება, სიაღაც საქმე დაასწრო, თუ ვიც არის ყველა დისტანციაში. მე რა მინდა თქვა, ამდენი ხალხი გამოდის, ამდენი მიტინგები, ამდენი მთავრობები შეიცვალა. 25 წლის ავიღავი, როდესაც ქვეყანა დაიგრა. სასურსათ მაღაზიაში არა ყოფილა ფხვნილი ქიმია, რომელიც სამის ადამიანის არავინ არ იზახის, არც ოპოზიცია, არც პოზიცია, არც მიტინგი, არც პარტი. როგორ შეიძლება ადამიანებმა ეგრე ვიცხოვროს? ეს ერთი. როგორ შეიძლება ადამიანებს არ დაუწყოთ? გზაზე მიდიხარ, ჩემი გზა და ეს მაჩაკრავი. განათმოუკრო, გააწერს, აუც გადაცემა გაუწევს ტელევიზიაში, ჩვენი არქივი ყვარკი. განაბეკმაყოფილი ვარ პრივატულ ცხოვრებისა. მაგრამ ჩემი რა შეიცვლება? ეხლა მე როგორც პრემიერ-მინისტრის ადგილი მომეჩიჭნებში, ვინმე დამსვა, პრემიერ-მინისტრის ადგილზე, ამ პრეზიდენტის ორი უმაღლესი განათლებით დაწყებული. ერთი გენერალური სამედიცინო აპარატურა, მეორე იურიდიული. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა და ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო თემა შეგიძლიათ გაშალოთ და ამაზე ისაუბროთ დღე ეთერში 557-88-95-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, მორიგ მაყურებელს უსმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა, გისმენთ, ისაუბრეთ. ველაზე უფრო ალო ისაუბრეთ ქალბატონო მესმის თქვენი კი დავსაუბრო ოჯახში მყავს 53 წლის 55 წლის და 57 წლის ოჯახის წევრი რომელსაც არც ერთად პენსია არ მუშაობს თხოვთ გადაეცით თავრობას თქვენ ახლა ამ წუთში არ გეხება მაი რომ გრაციონ კორისურად 45-ზე და 60-ზე ასაკი რა იქნება საპენსიო ეხვეწებით ხოლმე მადლობა ზარისთვის, მე ვფიქრობ, რომ თქვენ თავად ხართ ის ხმა პირდაპირ ეთერში, რომელიც მიმართავს ახლა ამ ადამიანებს და თქვენგან სწორედ მოისმენენ, იმიტომ რომ იცით თქვენ ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, ვინც გვიყურებს ახლა და ვისაც ეხება, ძალიან მარტივად თქვენ უკვე მიიტანეთ იმ ადამიანებამდე სათქმელი ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა სწორედ ამას გულისხმობს, რომ თქვენ შეგიძლიათ თავად მიმართოთ მაგალითად ჩვენ ეთერის მეშვეობით ღია ეთერიდან ნებისმიერ ასეთ კომპეტენტურ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები განიცდიან ამ საკითხს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა პირველ პირებს, მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლებს, კომპეტენტურ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც გვინდა რომ ჩვენი პრობლემა ვუთხრათ, მივუტანოთ, ვესაუბროთ ამაზე. ამიტომ თქვენ, როდესაც ღია ეთერში საუბრობთ ხოლმე, ეს არის ტრიბუნა, ბუნებრივია თქვენთვის, რომელსაც იყენებთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. რევანდელი ერაისა გადაწყვეტილი მეტალინი. როგორ? ვერ მოვისმინე თქვენი ხმა სამწუხაროდ. ვერ მოისმინე ძალები? აი, გამიმეორეთ რა ბრძანეთ. ტერაქტივისტის არ ვიცი. ქვეყანაში არსებულ ვითარებას როგორ აფასებთ ქვეყანაში? ძალიან ცუდად, ძალიან ცუდად. აი, შეიძლება დღეს უნდა ხელში აიღო ეგრეთ ოპოზიცია, რომლებიც ნამდვილად საქართველოს ძირფიან.
როგორც არის პატრიოტები და ეროვნული განწყობი. არ შეიძლება. ქველებმა ხო დაიწყეს ჩვენსკენა და ეწყობა მთავრობა არ ესმის ეკონომიკა რა არის, ინვესტიცია რა არის და ბილების კითხვა გაგიძლა ეს არ არის შემოწავალი, ეგ არის ერთჯერადი. თორემ მე მივეცადები ახლა რომ ბატონი დავითი რომ გამოდის უხსნის, მაგრამ ვერ გააგებინა. მადლობ, გასაგებია. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ 557 88 55 88 და ნებისმიერ მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგიძლიათ გადაცემაში მონაწილეობის მიღება და თქვენი პოზიციის ღია ეთერში გაჟღერება. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს. ისაუბრეთ. ალო. გამარჯობთ. მოგესალმებით. ესა დიდი ხნის დაგეგმილია შვილო ეს ქართველების გადაშენება. ჯერ მარტო აპირადობის მოტმობა შეცვალეს, ეროვნება ამოიღეს. მამის სახელი ამოიღეს, ეგ უკვე მშობელი პირველი და მშობელი მეორე რომ უნდა შემოეღოთ. აი მაგის გულისთვის ამოიღეს და ეხლა სულ განადგურებაზე არიან. ბიძინა ივანიშვილი არის პირველი საქართველოს მტერი. ამდენი ხალხი გადევნა, წადითო, გადევნა უნდა და შემოყანა უნდა სულ ამ სხვა არაბებისა და სხვა ხალხისა. და ეს უნივერსიტეტები და ისინი სულ დაქცევაზე არიან, საქართველოს დაქცევაზე არიან. ეს მთავრობა თუ არ წავიდა, არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. გასაგებია თქვენი შეფასება. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს და სანამ მორიგ მაყურებელი შემოვა, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თუ რაზე ვსაუბრობთ. ეს არის როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და სხვადასხვა თემები აქ შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც უნივერსიტეტებთან დაკავშირებული თემა, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, ასე და განათლების რეფორმა ამ ჭრილში, ასევე შეგიძლიათ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე არსებულ საკითხებზე გააკეთოთ შეფასება, ასევე შორის არაბული თემა, არაბული ინვესტიციების საკითხი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს, როგორც ჩანს და ძალიან ბევრი ადამიანი ამახვილებს სწორედ ამაზე დღეს ყურადღებას. ბევრი საკითხი, რომელიც გინდათ რომ განიხილოთ, მათ შორის ფასებზე ქართული ოცნების გადაწყვეტილება და ინიციატივა, რომლითაც ჩვენ ყველანი ერთად მოლოდინში ვართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მართლაც ჩვენი საზოგადოებისთვის და ყველას უნდა ბუნებრივია რომ ქვეყანაში ფასები დასტაბილურდეს და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის ცხოვრება, პროდუქტების შეძენა, პირველად მოხმარების კალათა მაინც. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, გამარჯობა. იცით რა, საქართველოში არის განსხვავებული აზრის მიუღებლობის პრობლემა. აი რას გულისხმობთ, მაგალითად რა ნაწილში? მარტო ხელისუფლების მხრიდან არა, ოპოზიციის მხრიდან საერთოდ ყველას გონია რომ მართალია ყველაფერში აბსოლუტურად. იმიტომ ვერ ხდება ვერ და ეს საკითხზე ერის გაერთიანება, რაღაცა საკითხზე შეჯერება, მოსმენა, დიალოგი, რაღაცის გაზიარება, ხო შეიძლება რომ დავუშვათ განსხვავებული აზრი იყოს, მაგრამ მოусმინო, შეიძლება არ დაეთანხმო, რაღაცაში დაეთანხმო, რაღაცა ნაწილში დაეთანხმო. რაღაცაში არ დაეთანხმო, მაგრამ აქ როგორი პოზიცია უკავია ყველას, იცით რომ მე ხელისუფლება მართალია, ახეთა მხარე ყველანი მართლები არიან, ეხლა რატო ვაბობ, იცით ამას, მე გუშინ სამჯერ დავრეკე თქვენს ეთერში და მესამეც რომ დავრეკე, ბატონ ლომიას მოწვეული ყავდა ერთ-ერთი მამაო ტაძრი. და მე გამოვწვი უბრალოდ ჩემი აზრი და თხოვნა რომ კარგი იქნება რომ საპატრიარქომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით, ვისაც გრძნობიარე თემებთან დაკავშირებით, რომელიც იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას და რა ვიცი პოლარიზაციას და უნდა გამოვიდეს მედიატორის როლში.
სამწუხაროდ გაითიშა თქვენი ხმა, ქალბატონო, არ ვიცი რა პრობლემით შეიძლება ეს იყოს გამოწვეული. გთავაზობთ რომ კვლავ ჩაერთოთ გადაცემაში და დაგვიკავშირდეთ, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან არ არის ბუნებრივია ეს პრობლემა გამოწვეული. ამიტომ დაგვიკავშირდით, ბოლომდე ვერ მოვახერხე მე თქვენი მოსმენა. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს დრო რომ არ დაიკარგოს, მოგესალმებით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ. ესე იგი მე ვარ პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, ნამდვილად გისმენთ. ისაუბრეთ. ესე იგი მე მინდა სრულიად სხვა თემაზე გელაპარაკო. საქართველოში რამდენი ავადმყოფია მენტალურად დაავადებული, გიჟებს რო ეძახიან. ადგილიდან რაც ავადმყოფოები იყო 100-იანის გაკიდვა შეიძლებოდა? ეხლა რომ გინდოდეს ავადმყოფის, ძიმი ავადმყოფის დაწვედა საავადმყოფოში, ადგილი არცად არ არის. საბურთალოზე მარტო 40 ადგილი აქვს. გლდანში ესე იგი ვერ შეხვალ ისეთი მდგომარეობა. არა ყავს სპეციალისტები. არა ზრუნავენ რომ ავადმყოფმა ცოტა შვება იგრძნოს. არ შეიძლება მინე ყურადღება მიაქციოს. მადლობა ზარისთვის. კი ბატონო, ყველაფერი შეიძლება და ყველაფერი არის შესაძლებელი საჭიროებიდან გამომდინარე. თუ კი ამბობთ რომ ამის საჭიროება არსებობს და იგივე კადრებთან დაკავშირებით პრობლემაა, აუცილებელია რომ აი ამ მიმართულებით ყურადღება გამახვილდეს პრობლემაზე. მადლობა ზარისთვის გადაცემაში რომ ჩაერთეთ, მორიგ მაყურებელს მოვუსმინოთ და მისი შეფასება გავიგოთ. ზოგადად ვსაუბრობთ როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რა მიმართულებით არის აუცილებელი ის რომ ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდეს, სიტუაცია შეიცვალოს, სად ხედავთ პრობლემას და რაში ხედავთ პრობლემის გადაჭრას. ნებისმიერ მიმართულებაზე შეგიძლიათ ისაუბროთ როგორც პოლიტიკურ თემებზე, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ მიმართულებაზე და რა არის მაგალითად ნომერ პირველი საკითხი, ის რომელიც თქვენ გაღელვებთ და რომელიც ქვეყნის განვითარებასთან არის დაკავშირებული და არა მხოლოდ თქვენ გეხებათ, არამედ ზოგად ჭრილში ეს ჩვენს ქვეყანასაც წაადგება თუ კი აი ამ პრობლემაზე იქნება ყურადღება გამახვილებული გლობალურად. 557 88 55 88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც უნდა დაგვიკავშირდეთ და აი წეგან მაყურებელმა დარეკა კიდევ ერთხელ გამახვილდა ამაზე ყურადღება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევთანხმდეთ თითქმის არაფერზე და ყველა პოზიციაში ვართ, როგორც ასე ვთქვათ, პოლიტიკურ თემაში, ნებისმიერ სხვა საკითხშიც დაპირისპირებულები თითქმის ერთმანეთთან ადამიანების ჯგუფები იქნება ეს პოლიტიკური წრეები იქნება, არ ვიცი, აკადემიური ჯგუფები, ნებისმიერი ჯგუფი რაღაცნაირად ესე კონკრეტულ აზრზე არ შეგვიძლია კომპრომისული ნაბიჯები გადავდგეთ, რაც ძალიან ცუდია და თუ კი ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის პოლარიზაცია გაზრდილი, სწორედ ეს იწვევს ამას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დათმობებზე წასვლა და რაღაც იმ ნიშნულოვან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეჯერება, შეთანხმება, ერთ აზრზე მისვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აუცილებელია ქვეყნისთვის. აი ამ საქვეყანო საქმეებზე ერთობლივი აზრის გაჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. გაითიშა და გავაგრძელებ ამ თემას. კი ბატონო, გააგრძელეთ აი თქვენს შეფასებაზე ვსაუბრობთ. მე ვიღე პასუხი და რაღაცა უფრო სხვა საკითხზე გადავიდა, რომ აი თავისი ოჯახები ვერ დაულაგებია და იქ მოდიან და ჩვენგან რაღაცას ითხოვეს, საჩვენში იყო საერთოდ თემასთან. მე საქვეყნო საქმეზე ვლაპარაკობდი და რაშუაში იყო ხა პირადული ოჯახები ვისერ დაულაგებია, საერთოდ ვერ გავიგე. ну კარგით, შემდეგ ხამის ეთერში თქვენმა აქ რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან, დამკითხეს, აი კიდე შემთხვევით მოვისმინე, სულ სხვა რაღაცას ვაკეთებდი და ყურში მომხდა, რომ მე როგორ გავბედე და როგორ თხოვნა მეთქი ჩემი და არა მოთხოვდა. მე როგორ ვახსენე, რომ საპატრიარქომ გააკეთოს ოფიციალ თუ შეიძლება გააკეთოს ოფიციალური გაცხადება და გამკითხეს, გამლანძღეს, რომ არიან ბაზიარებლები აღსაჩ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რამდენად სწორი აიცით რა არის? საიდუმლო არის ეს აღსარება და ზიარებაც რა, საიდუმლო საქმეა და
ესე ღიად ეს ამისი პოპულიზმი რომ აღსარებელი ვარ და მაზიარებელი ვარ ჯერჯერ არ აწესია ჯერჯერ აიციან მე იქნებ მე უფრო უკეთესი აღსარებელი და მაზიარებელი ვარ აი თემასთან რა კავშირია საერთოდ და მე როცა საქვეყნო საქმეებზე რაღაცას რეკავ და ვლაპარაკობ რომ არაბულთან ქალაქებთან რაღაცა პოლარიზაციასთან მე ამ ვერვიულობ და ხათხალ ფიქრობ ხოლმე რომ საერთოდ რატო ვრეკა და რატო ვისვიდეროებს და იმიტომ რომ პირადად მე ხა სულ არ ამაქვს ისე საქმე რომ ასე მაგრამ ჩემი სამშობლო რომ მაწუხებს იმიტომ ვრეკავ და მე იმიტომ ვისლი ამ ნერვებს და ჩემი ხალხის მდგომარეობა რომ მაწუხებს და ესეთი დამოკიდებულება როგორ მადლობა ზარისთვის ქალბატონო ნუ ინერვიულებთ პირველ რიგში გეტყვით არ ვიცი რომელ გადაცემებზე საუბრობთ რა კონკრეტული შეფასებები ყოველ შემთხვევაში ბოროტი განზრახვა ჩვენ არ გვექნებოდა ნამდვილად შეიძლება რაღაც სხვა საკითხზე იყოს საუბარი მე არ მომისმენია და ბოდიშ გიხდით ამიტომ ვერ გავაკეთებ შეფასებას ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი თუმცა იმისთვის რომ დღეს გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა თქვენი შეფასება გააჟღერეთ მადლობას გიხდით თქვენ და ნებისმიერ ჩვენს მაყურებელს საკმაოდ ბევრი ზარი მივიღეთ დღეს ჩვენ მაყურებლისა და რადიო მსმენელისგან და მადლობა რომ იყავით აქტიურები ჩაერთეთ გადაცემაში და იყავით ჩვენთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და მე დროებით გემშვიდობებით